მოცემულობა არის როგორ იცით, რაღაც ძალიან ვიწრო ჯგუფი ძალიან მდიდარია. და შენ მაქსიმუმ იმის მოსამსახურე შეიძლება იყო. აი წარმოვიდგინეთ, სოფელში ცხოვრობ, სადაც ყველას იცნობს. ოღონ ამ სოფელში აი 3 ადამიანს ეკუთვნის მთელი სოფლის ქონება და შენ მაქსიმუმ იმის მოსამსახურე შეგიძლია იყო. საშუალო სტატისტიკური ადამიანის პერსპექტივა, აი მე წავედი, ვისწავლე, მოვინდომე, ყველაფერი გავაკეთე და არც გავლოთდი, არც გავნარკომანდი, არც კაზინოს გადავყევი, ყველაფერი კანონი დავიცავი, ამ ქვეყნიდან არ გავიქეცი, აი ეს ყველაფერი სრულე, თან ვისწავლე. და მაგისი პიკი იქნება, რომ სადღაც ან ბანკში კლერკად წამიყვანენ, ან ტურისტის ანიმატორად. აი უკეთეს შემთხვევაში, ძალიან მცირე პროცენტ თუ არ გამოვაკლებთ, უკეთეს შემთხვევაში პიკი არის, რომ საჭმლის ფული არ უჭირს ადამიანს. ჩასაცმელს და საჭმელს ახერხებს. აი მცირე პროცენტი შეიძლება მაგაზე მეც ახერხებდეს, ოღონდ ეს მცირე პროცენტი არის რაღაც ერთეულები პროცენტი. ანუ ამ პოლიტიკურ და ფინანსურ ელიტაში ვინც არის ინტეგრირებული, ის გულაობს კაცო ხა ის მართლა რაღაცა მინი დუბაით შეიძლება გადააქციოს აქაურობა და ლამბორჯინიდან ფერარიზე გადაჯდეს მარტო. ეგეთებიც ყავს საქართველოში. მაგრამ მასა მოსახლეობის არის მართლა მაგ. ხო და მან